გამარჯობა, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. თქვენ ვაშინგტონში ბევრი სხვადასხვა შეხვედრა გქონდათ, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო რელიგიური თავისუფლების სამიტში მონაწილეობა. გვითხარით ამ სამიტის შესახებაც და თქვენი სხვა შეხვედრების შესახებაც. რა უთხარით თქვენს უცხოელ კოლეგებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ? ეს სამიტი, რომელიც იმართება ვაშინგტონში, ტრადიციულად არის მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ხვდებიან ერთად და ამავდროულად აქვს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაელაპარაკონ იმ ადამიანებს ვაშინგტონში, ვინც ყურადღებას აქცევს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხს. აქ არიან ექსპერტები, ადამიანები, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ რელიგიის თავისუფლების დაცვაში. ამ გამოცდილების გაზიარება მათთან ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ ვღებულობთ მსგავსი შეხვედრებიდან. რა თქმა უნდა, საქართველოს ყურადღების ცენტრში არის მოქცეული, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არის და არის წარმოადგენს საფრთხეს რუსული აგრესიისა, შესაბამისად იყო ყურადღება უკრაინის მიმართ, ყურადღება საქართველოს მიმართ, ყურადღება სომხეთის მიმართ და ასევე სხვა ქვეყნების მიმართ, რომელიც ამ მხარეში არსებობენ და მოღვაწეობენ. საკითხები, რომელზეც მსჯელობთ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმ საფიქროთან, სადარდებელთან, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. და ეს სადარდები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოვლის მომცველი არის. როდესაც ერთი რომელიმე თემი, ერთი რომელიმე სეგმენტი საზოგადოებისა კარგავს თავისუფლებას, ეს გავლენას ახდენს ყველაზე. გამონაკლისი არ არის ასევე რელიგიური სეგმენტი საზოგადოებისა, რომლისთვისაც ეგრეთ წოდებული რუსული კანონის არსებობა წარმოადგენს საფრთხეს მისი თავისუფლების შეზღუდვისა. გარდა იმ ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა არსებობაც, რომელთა თავისუფლებაც საფრთხის იმყოფება ამ კანონმდებლობის გამო. და როგორ ემუქრება, როგორ უქმნის საფრთხეს ეს რელიგიურ თავისუფლებას ქვეყანაში? რელიგიას აქვს რამოდენიმე განზომილება, ამით რომ დავიწყოთ, უფრო ცხადი იქნება. რელიგიას აქვს ერთი არის წმინდა ლიტურგიულ-რიტუალური პასუხისგებლობა და მეორე არის პასუხისგებლობა ადამიანებთან. უამრავი რელიგიური ორგანიზაცია, რელიგიური გაერთიანება საქართველოში დაკავებული არის ამ პასუხისგებლობით, რომელიც გულისხმობს სოციალურ სამსახურს ადამიანებისათვის, ვისაც ეს სჭირდებათ. ჩვენ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ, იმისათვის, რომ ადამიანს დაეხმარო, საჭირო არის სახსრების მოზიდვა, ამ სახსრების განაწილება, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია ამ საქმით არის დაკავებული. და სწორედ ამის გამო, რომ რელიგიური ორგანიზაციები ღებულობენ სახსრებს, გაჭირებულების დასახმარებლად, ეს რელიგიური ორგანიზაციები ვალდებულები არიან გამოაცხადონ თავი უცხოური გავლენის აგენტებად, რაც სრულებით უსამართლო არის, რადგან ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სხვა არავის კეთილდღეობაზე, სხვა არავის ინტერესის გატარებაზე ისინი არ მუშაობენ. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს გარდა სხვა უამრავი სპექტრისა ქართულ საზოგადოებაში, რელიგიურ სპექტრსაც. აი ამ იარლიღს, ასე ვთქვათ, უცხოური გავლენის თუ ინტერესების გამტარებლის იარლიღს განსაკუთრებით აპროტესტებენ, ხო, იგივე ჟურნალისტები იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ სხვები. კონკრეტულად რელიგიურ კონტექსტში ხომ არ ძენს რელიგიური შეუწყნარებლობა იქნება ეს თუ მიუღებლობა ჩვენ და სხვად დაყოფის აი ეს განზომილება ხომ არ ძენს კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს ამ კანონის გავლენას დამოკიდებულებაზე. როდესაც ისინი ისედაც უმცირესობაში არიან და ისედაც ხშირად შეიძლება იყვნენ დეზინფორმაციის, სიძულვილის, შეუწყნარებლობის სამიზნე და ეს რაღაც დამატებითი იარლიღი ეწებება, ხო? ეს არის კიდევ ერთი დამატებითი იარლიღი, სრულებით გეთანხმებით, რაც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწინებს. აბსოლუტურად. რადგან თავისუფლების შეზღუდვა ამ კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც მე ვესწრებოდი, არაერთხელ ითქვა, რომ ეს არის ადამიანის უფლებათა უფლება, რელიგიური თავისუფლება. როდესაც ადამიანის უფლება იზღუდება, ეს გავლენას ახდენს ასევე უფლებათა უფლების, რელიგიური თავისუფლების არსებობაზე და მოქმედებაზე ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც იზღუდება ამა თუ იმ ორგანიზაციების თავისუფლება, იზღუდება რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლება. ამას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან რელიგიები, რომელთაც სულითა და გულით უანგაროდ ემსახურებიან სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების კეთილდღეობას საქართველოში. ასეთები ბევრი არიან.
თქვენ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ მოუწოდეთ მოქალაქეებს, რომ მივიდნენ, შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა, თქვით, რომ სასწორზე იდო მაშინ ადამიანის ღირსება, თავისუფლება, ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მომავალი და მაშინ ამბობდით, რომ საქართველოს წინაშე არის არჩევანი იყოს ევროპული, ცივილიზებული, კულტურული და განვითარებული სამყაროს ნაწილი თუ არა. რატომ ჩათვალეთ საჭიროთ ამ მოწოდების გაკეთება და როგორ ფიქრობთ გააკეთა უმრავლესობამ ეს არჩევანი? მე ვფიქრობ პირველ რიგში, რომ ყველა რელიგიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ ჩვენ ვემსახურებით ადამიანს, ადამიანის კეთილდღეობას, ადამიანის თანასწორობას და ადამიანის თავისუფლებას. შესაბამისად, არჩევანი, რომელსაც ადამიანი აკეთებს პოლიტიკური არჩევნების დროს, გავლენას ახდენს მის თავისუფლებებზე და მის არსებობაზე. შესაბამისად, მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ადამიანმა მოუწოდონ გააკეთონ არჩევანი მშვიდობიანი, სამართლიანი ცვლილებისათვის ქვეყანაში. ის რომ რამდენად უმრავლესობამ როგორი არჩევანი გააკეთა, ამის თქმა ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენთვის ცნობილია, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევნების ბედი არის დავისე და კამათის საგანი საქართველოშიც, საქართველოს ფარგლებს მიღმაც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ადრე თუ მალე მოუწევს ხელახალი არჩევანის გაკეთება, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს ამ ორი კომპონენტის გარეშე შეუძლებელია არჩევანი იყოს გამართლებული და არჩევანი იყოს გამომხატველი იმ ნებისა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, ან ნებისმიერ ქვეყანას აქვს ნებისმიერი არჩევნების დროს. როგორც მაშინაც თქვით, ევროპა არის ცივილიზებული, განათლებული და კეთილდღეობის მომტანი საქართველოს მომავლისთვის, ხო არჩევანი, რომელსაც ეს ყველაფერი მოაქვს. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია დიდწილად ეფუძნებოდა ძალიან ბევრ საუბარს ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე, იმაზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე, იმაზე საუბარს, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, რომ ტრადიციული, კონსერვატიული ქრისტიანული ქვეყანაა და რომ მათ სწორედ ასეთი ევროპის ნაწილად ყოფნა სურთ და არა ისეთი ევროპის, რომელიც მათ საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას აიძულებს ან მოსთხოვს. ძალიან ბევრი იყო საუბარი ოჯახის სიწმინდეზე, სექსუალურ უმცირესობაზე, ეთნიკურ, რელიგიურ თუ თქვათ სოციალურ იდენტობისთვის, იმ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა მოიტანოს დასავლურმა ინტეგრაციამ და თითქოს არსებობს ისეთი ინტეგრაცია, რომელიც ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის. თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხებზე საუბარს ამ პოლიტიკურ ჭრილში, რელიგიური იდენტობა იქნება ეს თუ ორიენტაცია თუ ტრადიციების და ზოგადად ქრისტიანობის საკითხის გამოყენებას პოლიტიკურ კამპანიებში და იმ კონტექსტში, რომ თითქოს დასავლური ინტეგრაცია რაიმენაირად საფრთხეს უქმნის ამას. ევროპულ ინტეგრაციას ჩვენ პირადად ვუჭერთ მხარს სწორედ იმის გამო, რომ ევროპული ინტეგრაცია ჩვენ ხალხს, ჩვენ კულტურას მისცემს შესაძლებლობას ძალდატანების გარეშე, რაიმე იდეოლოგიის თავსმოხვევის გარეშე განავითაროს თავისი შესაძლებლობები და თავისი წვლილი შეიტანოს სოფლიო კულტურის განვითარებაში. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა. მსგავსი რომ არასდროს არ ყოლია. ჩვენს ქვეყანას ამ ახალგაზრდობის მეშვეობით შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. არავინ არაფერს არ ართმევს ევროპაში. ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ ეს არის სისტემა, რომელიც არაფერს თავს არ გახვევს და არაფერს არ გართმევს. ოჯახურ სიწმინდეებს რაც შეეხება, აქ როგორც წესი გულისხმობენ ერთადერთ საკითხს. ოჯახური სიწმინდე ფართეცნება არის, ოჯახური სიწმინდის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აქ გულისხმება ოჯახში სამართლიანი, კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარება. ეს ასე უნდა იყოს აღქმული ოჯახური კეთილდღეობა, ოჯახური სიწმინდე, რომლის მოწინააღმდეგეც რაღა თქმა უნდა ევროპული ცივილიზაცია არ არის, არავინ არაფერს არ აძლევს, არ ართმევს, აძლევს იმას, იმ შესაძლებლობას, რომ მან შეძლოს ნებისმიერმა კულტურას, მათ შორის ჩვენმა კულტურამაც შეძლოს თავის შესაძლებლობები განავითაროს და ეს არის გზა, რომელიც დიდი ხნის წინათ აირჩია ქართულმა ორიენტაციამ. ხშირად ამბობენ და მეც ვფიქრობ, რომ უნდა დავეთანხმო, რომ ქრისტიანობის არჩევა როგორც რელიგიას ქვეყნისათვის იყო სწორედ დასავლური
ევროპული ცივილიზაციისაკენ სწრაფვის ერთ-ერთი პირველი მერცხალი პირველი გამოვლინება. მე-16 საუკუნიდან საგანგებოდ გაძლიერდა ჩვენი სწრაფვა დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობისათვის. მეფე ვახტანგ მე-6, სულხან საბა, მისი დესპანი დასავლეთ ევროპაში ამ მიზნებს ემსახურებდნენ. ჩვენ ეს აქამდე ვერ შევძელით. ამდენი საუკუნის შემდეგ ჩვენ ახლა დავდგავართ ამ კართან, ევროპულ ცივილიზაციასთან, ჭიდრო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი ურთიერთობის დასაწყებად. და ეს იქნება ტრაგედია, უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი კულტურისათვის, ჩვენი წარსულისათვის, ჩვენი აწყოსთვის და მომავლისათვის. თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ, არ გავხდებით ნაწილი ევროპული ცივილიზაციისა, რომელიც ჩვენს შესაძლებლობას მოგცეს, არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ფასეულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, არამედ სხვებს გაუზიაროთ და შევძლოთ ჩვენი წვლის შეტანა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. რაც შეეხება რელიგიური გრძნობებით ან დამოკიდებულებით ან შიშებით და ფობიებით მანიპულირებას თუნდაც ამას თუ ხედავთ რუსული გავლენის როგორც შედეგს საქართველოში? ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ რელიგიას აქვს სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ერთი, რომ ადამიანს დაეხმაროს გათავისუფლდეს ეგოცენტრიზმისაგან. მეორე, რომ ადამიანს დაეხმაროს გათავისუფლდეს შიშებისაგან. და მესამე, დაეხმაროს ადამიანს, რომ კონდეს ემპათიის განცდა ჩაგრულის, დამცირებულის, ღატაკის მიმართ. როდესაც ვამბობთ, რომ პროპაგანდისტული მანქანა რუსეთისა იქნება ეს რელიგიური და არარელიგიური გავლენას ახდენს ჩვენ საზოგადოებაზე და იყენებს შიშებს, ეს არის რა თქმა უნდა სრულებით საწინააღმდეგო რელიგიური პრინციპებისა, რომლისთვისაც რელიგია არსებობს. არ შეიძლება რომელიმე ეკლესია თავის გავლენას იყენებდეს იმისათვის, რომ დათესოს შიში, სიძულვილი და მტრობა. და სამწუხაროდ ეს არის ის, რასაც ხედავთ მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან. ოღონდ უნდა ითქვას, რომ მოსკოვის საპატრიარქო ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია არ არის დედამიწის ზურგზე, რომელიც შიშს, მტრობასა და სიძულვილს თესავს. ეს ყველგან შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამის საჭიროა დაპირისპირება ამ სიძულვილთან განათლების, ცოდნის, მსჯელობის მეშვეობით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო ერთ-ერთი ტერმინი, რომელიც ბოლო დროს ძალიან ხშირად გამოიყენებოდა და ასე შემდეგ. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ინციდენტი ვნახეთ, არაერთი შემთხვევა, არაერთი ძალადობრივი აქტი იქნებოდა ეს ქრისტიანობის დაცვის სახელით, რიგითი მოქალაქეების თუ ზოგჯერ სასულიერო პირების მონაწილეობითაც, ტრადიციის დაცვის მოტივით და ასე შემდეგ იქნებოდა ეს სექსუალური უმცირესობების თუ მათი უფლებადამცველების მიმართ, მუსლიმი თემის მიმართ თუ სხვების მიმართ და ან ძალიან შეზღუდული იყო პასუხისმგებლობის საკითხი და ანგარიშვალდებულება და სასჯელი ვთქვათ მათთვის, ვინც ამ ძალადობაში იყო მხილებული, ან საერთოდ არ დგებოდა ზოგ შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობაც. როგორ ფიქრობთ წლების განმავლობაში იმან თუ როგორი რეაგირება ჰქონდა მსგავს დანაშაულებებზე და ქმედებებზე ხელისუფლებას, რამდენად დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი რეალობა გვაქვს დღეს? უზარმაზარი. მოკლედ შეიძლება ითქვას უზარმაზარი. რა თქმა უნდა, როდესაც არ არის რეაგირება ძალადობაზე, ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს ძალადობა ინსპირირებული და განხორციელებული, ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული, აქეზებს სწორედ ამ განცდებს, დაუსჯელობის განცდას და მეორეს მხრივ აქეზებს სწორედ სიძულვილისა და მტრობის მანქანის გაძლიერებას. ხელს უწყობს ამ საქმეში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ღირებულებები, თუ ვლაპარაკობთ ქართულ ღირებულებებზე, ერთ-ერთი ღირებულება, რომელთაც ჩვენ თავი მოგვაქვს, ეს არის შემწყნარებლობა, არ მარტო შემწყნარებლობა, მეგობრობა, მიმღებლობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ქართული კულტურისათვის. ამის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს თბილისური კულტურა, მრავალფეროვანი, მრავალრელიგიური, რომელიც ერთად იჭედებოდა სხვა დანარჩენ კულტურებთან ურთიერთობაში. ჩვენ გვჭირდება ამ ღირებულებების აღდგენა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მრავალფეროვნებაში, ნებისმიერ სახის მრავალფეროვნებაში, იქნება ეს რელიგიური, სექსუალური, ეთნიკური, სხვა დავინახოთ შვენიერება და შესაძლებლობა,
რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ლაღი, თავისუფალი, შემწყნარებელი განსხვავებულობის მიმართ, რაც კი არ აკნინებს და აღარებებს კულტურას და საზოგადოებას, არამედ ამდიდრებს. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვინახოთ, რომ განსხვავებულობაში არის ფასეულობა და სიმდიდრე, რომლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი კულტურისათვის. ცოტა ხნის წინ საუბრობდით სამართალზე და სამართლიანობაზე და ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერშიც ამბობდით, რომ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ შეიძლება ეფუძნებოდეს შერიგებას, საუბარს, ამ საუბრის სურვილს, თუმცა ასევე სამართლიანობასაც. რას მოაქვს ეს სამართლიანობა და რა არის ეს სამართლიანობა, რომლის გარეშეც არ შეიძლება რომ ვთქვათ მშვიდობა ან დიალოგი შედგეს? თუ მაგალითად არის მცდელობა, რომ სამართლიანობაზე დავხუჭოთ თვალი, ეს შესაძლებელია, რომ ადამიანმა და საზოგადოებამ დახუჭოს თვალი სამართლიანობაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს თავს აუცილებლად იჩენს. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა სამართლიანი მშვიდობა, ეს გულისხმობს სწორედ იმას, რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი ჩრდილოვანი მხარე ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა, რომელზედაც ჩვენ არ შეგვიძლია თავისუფლად საუბარი. იყოს მტკივნეული საუბარი, მაგრამ საუბარი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ნამდვილი მშვიდობის მიღწევა. მშვიდობაში კიდე რა იგულისხმება? მშვიდობა ის არ არის, რომ არ ბომბავენ ქალაქებს, არ აწიოკებენ ოჯახებს, სოფლებსა და დასახლებებს. მშვიდობა არის ის, რომ ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, ერთად ცხოვრობენ განსხვავებულობის მიუხედავად. მშვიდობა არის ის, რომ ქვეყანაში არავინ არ იჩაგრება იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა განათლება მიიღოს, არ აქვს შესაძლებლობა შესაბამისი ჯანმრთელობას მიხედოს, სახსრები იმსაც რომ ჯანმრთელობას მიხედოს. არ აქვს შესაძლებლობა რომ იმოგზაუროს, არ აქვს შესაძლებლობა რომ ისწავლოს. ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის არარსებობა აკნინებს მშვიდობას. და ნამდვილი მშვიდობა გვექნება სწორედ მაშინ, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრი იქნება ღირსეულად დაფასებული ყველას მიმართ. და თითოეული ადამიანის სიცოცხლე დაწყებული ქვეყნის მეთაურიდან და გასრულებული ნებისმიერი მოქალაქეთი იქნება დაფასებული იმის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენ გვჭირდება სწორედ ასეთი საზოგადოების შექმნა და ეს არის ნამდვილი მშვიდობის გარანტია. ბოლოდროინდელ პროცესებში ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ საზოგადოებისგან ერთგვარ მოთხოვნას, დაკვეთას, მოლოდინს და სურვილს იმისა, რომ რელიგიური ლიდერების, სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან დიდწილად ცხადია მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან მოისმინონ ესა თუ ის პოზიცია, ხო, რაღაც მოვლენებზე რეაგირება, შეფასება და ასე შემდეგ. სად არის ეკლესიების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მით უფრო მაშინ, როდესაც საზოგადოებას აქვს ერთგვარი მოლოდინი იმისა და მოთხოვნაც, რომ მათ რაღაც პოზიცია დააფიქსირონ. ეკლესიის როლი, რელიგიის როლი, ადგილი არის იქ, სადაც არის ადამიანი. ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში ლაპარაკი აღარ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაზე ან არ მხარდაჭერაზე. ეს რელიგიას არ ევალება. რელიგია არ უნდა ერეოდეს პარტიული პოლიტიკის მხარდაჭერაში ან პირდაპირ ან ირიბად. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას, ადამიანისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენებას, მის დატყვევებას უსამართლოდ, წამებას, აქ რა თქმა უნდა, თავდება მოგრძალებულობის ზღვარი, სადაც ყველა რელიგიურ წარმომადგენელმა უნდა ხმა მოიღოს და მხარი დაუჭიროს იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც უსამართლოდ არიან დამცირებულები, შეურაცხყოფილები, ნაწამები. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამაზე მნიშვნელოვანი მისია არც ერთ რელიგიას არ აქვს, რომ იდგეს სამართლიანობის მხარეზე და ადამიანის კეთილდღეობის მხარეზე. და რამდენად რთულია ან საჭიროა თუ არა ამ ბალანსის დაცვა მაშინ, როდესაც თქვათ, აი ასეთი პოზიციის დაფიქსირება ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებაზე, უფლებების შელახვაზე შეიძლება ვთქვათ აღიქმებოდეს ან უკავშირდებოდეს ასევე პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებასაც, ხო? მე ასე მგონია, რომ ადამიანისათვის, ვინც რელიგიურია და სასულიერო პირი არის, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის მასზე, რას მიაწერენ,
რა იარლიხს ჩამოკიდებენ. მისთვის თავარი უნდა იყოს იდგეს იმ ადამიანთან, ვინც დაშაგრული არის, გარიყული არის, დამცირებული არის უსამართლოდ. ეს არის მისი უმთავრესი მოვალეობა. და თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ხშირად ახალგაზრდებზე დღესაც და მაშინაც, როდესაც დეკემბრის დასაწყისში ვთქვათ სხვა სასულიერო პირებთან ერთად გახვედით ქუჩაში სოლიდარობის ნიშნად, მაშინაც ამბობდით, რომ ახალგაზრდების მოთხოვნა არის ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკავშირდება მომავალს. რას ფიქრობთ, რას ითხოვენ დღეს ახალგაზრდები საქართველოში და რას გვეუბნება ის, როგორი რეაგირება აქვს ამაზე მმართველ გუნდს? მე ვფიქრობ, რომ მის ხალითაც კი არ ვაჭარბებ, რომ ჩვენ ყავს გამორჩეული ახალგაზრდობა, რომელიც შესანიშნავად არის განათლებული, დაჯილდოებული არის მეტყველების შესანიშნავი ნიჭით, აზროვნების ნიჭით, ცოდნა აქვს შესაბამისი და მათ წინაშე არის უზარმაზარი შესაძლებლობები იმ პოტენციის გამო, რომელიც მათ აქვს. სამწუხაროდ ხელისუფლებას დღეს ახალგაზრდობის ხმა არ ესმის. არადა ამაზე უკეთესი ჩვენ არაფერი არ აქვს. არასდროს არ ქონია, არასდროს გვექნება. ახალგაზრდობა, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო, რომელსაც უნდა თავისუფლება თავის სამშობლოსათვის, დემოკრატიული საზოგადოების განვითარება, სადაც ყველა ადამიანი იქნება დაფასებული, მშვიდობიანი საზოგადოება, სადაც ყველას ექნება თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. ეს უნდათ ახალგაზრდობას. ეს არის რაც მესმის და რის გამოც მე უზარმაზარი პატივისცემა მოწიწება მაქვს ჩვენი ახალგაზრდობის მიმართ. რაც ნეანდერტალი აღარ არსებობს და რაც ჰომო საპიენსი არსებობს, ასეთი ახალგაზრდობა და ასეთი თაობა ჩვენ არ ყოლია. ამიტომ ჩემი მოწოდება ყოველთვის იყო, დღესაც არის ჩვენი ხელისუფლებისათვის, ძველგაზრდებისათვის და ყველასთვის, რომ გაუფრთხილდეთ ამ ახალგაზრდობას, ყური დაუგდოთ მათ ტკივილს, მათ სურვილს, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის არა მარტო მომავალი, აწყოც ეს არის, მომავალიც ეს არის და ასევე პასუხისმგებლობა ჩვენ წარსულთან. მე მინდა რომ ჩვენ ხალხს ვუსურვო გამძლეობა, ხნეობა, რწმენა იმისა, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს, მშვიდობა აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახალგაზრდობაც ნამდვილად ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ სოფლიო ცივილიზაციის განვითარების საქმეში. ჩვენ ყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.